გამარჯობა, გამარჯობა, ხოჩალატეხ. 7 მეზეზით თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ კოლონოსკოპიის გაკეთება. კოლონოსკოპია ძირითადად ტარდება მსხვილნაწლავის კიბოს პროფილაქტიკისთვის. მაგრამ არსებობს კიდევ განსხვავებული მიზეზები, ამიტომ დავიწყოთ. პირველი, თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ, ხო? ეს არის კოლორექტული კიბოს, ანუ მსხვილნაწლავის კიბოს ოჯახური რისკი. და რა იგულისხმება ოჯახურ რისკში? აი თუ მინიმუმ 2 ახლონათესავს, თქვენ 2 ახლონათესავს აქვს ან ჰქონდათ კოლორექტული კიბო, ან კიდევ თუ 50 წლამდე ასაკის პაციენტს ნათესავს, თქვენ ახლონათესავს აქვს ან ჰქონდა კოლორექტული კიბო, მაგ შემთხვევაში ითვლება ოჯახური რისკი. ამ შემთხვევაში, ანუ ახლონათესავში რა იგულისხმება, ხო, თქვენი მშობლები, ბებია, ბაბუა, ან დედმამიშვილი. ამ შემთხვევაში, ხო, თუ ეს ოჯახური რისკი არსებობს, პირველი კოლონოსკოპიის გაკეთება რეკომენდირებულია 40 წლის ასაკში და შემდეგ უკვე 5 წლიანი ინტერვალით, ანუ 40 წლის ასაკში, 5 წლის შემდეგ და 5 წლის შემდეგ. მეორე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ კოლონოსკოპია, ჩვენ ვახსენეთ ოჯახური რისკი და ეხლა არის უკვე გენეტიკა. გენეტიკა, ანუ გენეტიკური სხვადასხვა გენეტიკური დაავადებები, რომელთაც არა მარტო თქვათ მსხვილნაწლავის კიბოს რისკი არსებობს, არამედ სხვა ორგანოების კიბოს რისკიც შეიძლება არსებობდეს. პირველი ასეთი დაავადება, ამაზე მე დეტალურად მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ გასტროსკოპიასაც ლაპარაკობდი, საუბრობდი მიზეზებზე. იქ ეს დეტალურად არ მიხსენებია და წესით გასტროსკოპიის გაკეთებაც აქ არის რეკომენდირებული იყო სხვადასხვა ასაკში. ამიტომ დავიწყოთ პირველი რისკი, პირველი ოჯახური გენეტიკური დაავადება, ეს არის ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი. ანუ ეს არის აუტოსომურ დომინანტური ტიპის მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც არის ძალიან ბევრი პოლიპი, ადენომატოზური პოლიპი აღმოჩნდება ხოლმე მსხვილნაწლავში. ადენომატოზური პოლიპი ეს არის ჯირკვლების გადაგვარება მსხვილნაწლავის და მათი ჰიპერპლაზია და ასე შემდეგ. და შემდეგ უკვე ადენომაში გარდაქმნა. ხო, და როგორც წესი ამ ადენომებს ახასიათებს შემდეგ უკვე ონკოლოგიაში კიბოში გადაზრდა. ამ დაავადების შემთხვევაში ხდება გენ APC, არის ასეთი გენი მეხუთე ქრომოსომაში მისი მუტაცია ხდება და მაგ შემთხვევაში წარმოიქმნება ასეთი დაავადება, ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი. პოლიპები ამ დაავადების შემთხვევაში უკვე 15 წლის ასაკში, უკვე 50% შემთხვევაში უკვე პოლიპები არის მსხვილნაწლავში და 35 წლის ასაკში ეს რიცხვი უკვე 95%-მდე, 95% შემთხვევაში უკვე პოლიპები ხდება მსხვილნაწლავში. თუ გაქვთ ეს გენეტიკური დაავადება. სიხშირე არის ამ დაავადების 1 ადამიანი მოდის 10,000 კაცზე. თუ 25 წლის ასაკში პოლიპები, თქვა ჩაგიტარათ კოლონოსკოპია და პოლიპები არის 100-ზე, ეს ადენომატოზური პოლიპები 100-ზე მეტი არის. მაგ შემთხვევაში ეს ხდება კლასიკური შემთხვევა და ხდება 50-75% შემთხვევაში. მაგ შემთხვევაში კოლორექტული კიბოს რისკი, ანუ მსხვილნაწლავის კიბოს რისკი 40 წლამდე ვითარდება 100% შემთხვევაში. ხოლო თუ თქვათ 100-ზე ნაკლები არის რაოდენობა ადენომატოზური პოლიპების, მაგ შემთხვევაში ეს არის უკვე სუსტი ფორმა არის უფრო ამ დაავადების და 10-30% შემთხვევაში ხდება. ამ შემთხვევაში უკვე 79% არის კოლორექტული კიბოს რისკი და ეს უკვე უფრო 40-დან 50 წლის შემდეგ ასაკში. ამიტომაც პირველი კოლონოსკოპია ტარდება, უნდა გაკეთდეს ამ დაავადების შემთხვევაში 12-14 წლიდან კეთდება პირველი კოლონოსკოპია. და შემდეგ უკვე იქიდან 1-2 წელიწადში ერთხელ დაგჭირდებათ კოლონოსკოპიის გაკეთება. გააჩნია დაავადების სიმძიმეს, ანუ პოლიპები თუ ინახა რა რაოდენობით და ასე შემდეგ, როგორი პოლიპებია, მაგასაც გააჩნია. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვნახულობთ 5 მმ-ზე მეტი სიდიდით მეტ პოლიპს, უნდა ეგრევე კოლონოსკოპიის დროს ეს პოლიპები უნდა მოიკვეთოს. ეს ისეთი დაავადება, რომ შეიძლება დაჭირდეს პაციენტს ამ მსხვილნაწლავის ამოკვეთა, ან ნაწილობრივ ან მთლიანად, როგორც წესი მთლიანად ამოკვეთასაც საჭიროებს ხოლმე, კი, თუ სიმძიმეს გააჩნია. მაგ შემთხვევაში პოლიპები იკვეთება როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდეგაც თუ ნახავთ კიდევ კოლონოსკოპიას გავაკეთებთ, ნახავთ პოლიპებს, ისინიც აუცილებლად უნდა მოკვეთილი იქნას. ამ დაავადებას გააჩნია ასევე 12-გოჯა ნაწლავის კიბოს რისკიც, მაგ შემთხვევაში არის 5-დან 11%. ამ დაავადების დროს და ამიტომაც გასტროსკოპია უნდა ტარდებოდეს 25 წლის ასაკიდან.
და იქაც თუ 12 გვაჟანაცვლავში ვნახულობ პოლიპს, იქ 10 მმ-ზე მეტი პოლიპი როცა არის, ისიც აუცილებლად უნდა მოიკვეთოს. ეხლა გენეტიკური დაავადებები, რაც შეეხება, როგორ აღმოვაჩინოთ ეს დაავადება, შემდეგ გენეტიკურ დაავადებასაც ეს ეხება, კეთდება გენეტიკური ტესტირება, რა თქმა უნდა, ამაზე. და თუ ვინმეს ახლოს ქონდა თქვენში მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს და ასე შემდეგ, თუ პოლიპები ქონდა მსხვილ-ნაწლავში აღმოჩენილი, ანუ კოლორექტული კიბოთი გარდაიცვალა, საჭირო იქნება გენეტიკური ტესტირების გაკეთება და ამ შემთხვევაში უკვე რაც ჩამოუთვალე, იმის გათვალისწინებ. შემდეგი დაავადება მეორე ამ გენეტიკური დაავადებიდან ეს არის ლინჩის სინდრომი. ეს არის იგივე აუტოსომო დომინანტური ტიპის დაავადება, რომელსაც სხვადასხვა გენის მუტაცია ახასიათებს. აქ არ არის უკვე მარტო ერთ გენზე ლაპარაკი. ამ დაავადების დროს კიბოს რისკი, კოლორექტული კიბოს რისკი არის 70-80%-ით იზრდება. და საერთოდ ყველა კოლორექტული კიბოდან 2-3% მოდის ლინჩის სინდრომზე. ვითარდება ახალგაზრდა ასაკში კოლორექტული კიბო ამ დაავადების დროს 25 წლამდე ასაკში ვითარდება ხოლმე როგორც ეს ეს ოჯახური ადენომატოზური პოლიპებისგან განსხვავებით ამ დაავადების დროს უფრო ადენომების ან ადენომატოზური პოლიპების რაოდენობა მცირე არის, ნაკლებია და უფრო ხდება მსხვილ-ნაწლავის უფრო მარჯვენა ნახევარში. ესე იგი ახასიათებს ასევე არანაწლავური გამოვლინებები, არა მარტო მსხვილ-ნაწლავში ხდება, მსხვილ-ნაწლავის კიბო ახასიათებს, ასევე დიდი რისკი არის, 39% რისკი არის, თქვათ, ენდომეტრიუმის კიბო, ეს საშვილოსნოზეა ლაპარაკი და 9%-ით რისკი არის, იზრდება საკვერცხების კიბოს რისკი. ამ დაავადების დროს ასევე ხდება კანზე პიგმენტური ლაქები, ეს რძიანი ყავის მაგვარი. შეიძლება გქონდეს სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნური წარმომადგენლები, შესიებები, სიმსივნური წარმომადგენლები და ასევე ხდება ხოლმე კერატოაკანტომები, ანუ კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, აი ესეთი წარმონაზარდები. ეს რაც შეეხება ლინჩის სინდრომს, ასევე თუ პაციენტებს აქ როგორი მიდგომა არის, ხო? თუ პაციენტებს გენეტიკური ტესტირება ჩაუტარდება და იქ არის გენების MLH1-ის და MSH2-ის მუტაცია, მაშინ კოლონოსკოპია რეკომენდებულია 25 წლის ასაკიდან, ეს უფრო აგრესიული ვარიანტი არის. თუ თქვათ აქვთ მუტაცია MSH6-ის და PMS2-ის ტიპის მუტაცია აქვთ, მაშინ კოლონოსკოპია რეკომენდებულია 35 წლის ასაკიდან და ეს ყოველ 2 წელიწადში უნდა განმეორდეს ეს კოლონოსკოპიები. მესამე დაავადება, ასეთი გენეტიკური დაავადება, ეს არის MYH ასოცირებული პოლიპოზი, ანუ ასეთი ხდება, ეს არის აუტოსომო რეცესიული ტიპის მემკვიდრეობის დაავადება, რომლის დროსაც ერთადერთი არის რეცესიული ტიპის, რომლის დროსაც ხდება ამ გენის MYH-ის მუტაცია პირველ ქრომოსომაში. ეს ხდება ამ დაავადების დროს ხდება როგორც ადენომატოზური პოლიპები, ისე ჩვეულებრივი ჰიპერპლაზიური პოლიპებიც. ყველა სახის კოლორექტული კიბოდან ამ დაავადებაზე მოდის 1% შემთხვევა. სიხშირე არის აქ 1-4 ადამიანი 10,000 კაცზე, უფრო ნაკლებად ხდება ხოლმე შედარებით. პოლიპები ხდება 20-დან 100-მდე. რაოდენობით და კოლორექტული კიბოს რისკი ამ დაავადების დროს არის 19-53%. პირველი კოლონოსკოპია ამ დაავადების დროს თუ აღმოგაჩნდათ გენეტიკური ტესტირების შემდეგ, კეთდება 18 წლის ასაკში. პრინციპში და ყოველ 1-2 წელიწადში ერთხელ ეს კოლონოსკოპია უნდა განიმეოროთ. ასევე 5 მმ-ზე დიდი პოლიპი ამ კოლონოსკოპიის დროს უნდა მოიკვეთოს, როგორც ოპერაციამდე, თქვა, თუ დაჭირდა მსხვილ-ნაწლავის ამოკვეთა, ისე ოპერაციის შემდეგაც კვლევებში. არსებობს ასევე კუჭის და 12 გვაჟანაცვლავის კიბოს რისკიც ამ დაავადების დროს, ამიტომაც აქ გასტროსკოპიაც უნდა ტარდებოდეს 35 წლის ასაკიდან და უნდა ტარდებოდეს გასტროსკოპია, იგივე 2 წელიწადში ერთხელ და 10 მმ-ზე მეტი პოლიპი უნდა იკვეთებოდეს ასევე ენდოსკოპიურად. შემდეგი დაავადება, ეს რაც ხო, მუტაციას, შემდეგი დაავადება არის პეიტ-სეგერსის სინდრომი, რომლის დროსაც არის აუტოსომო დომინანტური ტიპის მემკვიდრეობითი დაავადება, რასაც ახასიათებს მრავლობითი გამარტომული, უკვე არა ადენომატოზური, არამედ გამარტომული პოლიპების წარმოქმნა. ადენომატოზური პოლიპებიდან განსხვავებით, ეს უფრო
ეს უფრო არის არასწორი პროპორციებით შერწყმული ნორმალური ქსოვილებისგან წარმოშობილი პოლიპები არის რა. ხო, არ არის ჯირკვლებიდან და იმიდან წარმოშობილი. პოლიპების გაჩენა ჩნდება როგორც მსხვილი ნაწლავში, ასევე კუჭში და წვრილი ნაწლავშიც. ამიტომ დაავადება დაკავშირებულია როგორც წესი გენ STK11-ის და LKB1-ის მუტაციასთან. ასეთი გენი არსებობს. ამ დაავადების დროს საგრძნობლად მომატებულია პანკრეასის, კუჭის, მსხვილი და წვრილი ნაწლავის კიბოს რისკები. ასევე შეიძლება შეხვდეთ ძუძუს კიბო ფილტვის, საშვილოსნოს, საკვერცხის და კვერცხის კიბოს რისკიც მაღალია. დაავადებას ახასიათებს შავი ფერის ლაქოვანი გამონაყარი კანზე. ძირითადად ტუჩებზე, პირის გარშემო, თვითონ პირის ღრუში, ლოყის შიგნიდან, ნუნებზე, ასევე ხელის მტევანზე, ფეხის ტერფებზე შეიძლება იყოს ეს გამონაყარი. და უფრო მეტად მომავალში, როცა ახალგაზრდა ასაკში შეიძლება ეს გამონაყარი გაქრეს, მაგრამ პირის ღრუში ეს გამონაყარი მაინც რჩება. ამით შეგვიძლია აღმოვიცნოთ ეს სინდრომი, ხო, პეიცეგერსის. ასევე რა შეიძლება სიხშირე არის ერთი ადამიანი მოდის 250,000 ადამიანზე, 250,000 კაცზე, ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება არის გენეტიკური. კოლორექტული კიბოს რისკი ამ დაავადების დროს არის 15-დან 57%-მდე. პირველი კოლონოსკოპიის და გასტროსკოპიის გაკეთება ამ დაავადების დროს ნაჩვენებია 8 წლის ასაკიდან. 8 წლის ასაკში თუ პოლიპი არ აღმოჩნდება არც მსხვილ კუჭში და არც ქვემოთ, მაშინ კეთდება უკვე შემდეგი კოლონოსკოპია 18 წლის ასაკში. და თვითონ ეს ინტერვალი კიდე 8 წლის იყოს, კიდე 18 წლის იყოს, 1-დან 3 წელიწადში ერთხელ კიდევ მეორდება. აქაც გააჩნია დაავადების სიმძიმეს, ანუ პოლიპების აღმოჩენას, პოლიპების რაოდენობას და ასე შემდეგ. იგივე შეიძლება ითქვათ ამ დაავადების დროს, ხო, წვრილი ნაწლავის ხო ზიანდება, ამიტომ რეკომენდირებულია ასევე კაფსულური ენდოსკოპიის გაკეთებაც, ისევე 8 წლის ასაკში. ანუ კაფსულას ყლაპავს პაციენტი, ეს კაფსულა მერე გაადის მთლიანად კუჭ-ნაწლავში, 24 საათის განმავლობაში გამოდის მერე გარეთ უკანა ტანიდან და ამ კაფსულაზე ჩაწერს ვიდეოს იწერს შიგნიდან ნახულობს და ჩაწერილ ვიდეოს მერე ნახულობთ ხოლმე და იქიდან გამომდინარე უკვე წვრილი ნაწლავსაც ვაფასებთ. ხო, მაგიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ნანახი პოლიპები უნდა იქნეს ამოკვეთილი, როგორც წინათ თქვით იმაზედაც. ეხლა შემდეგი დაავადება არის იუვენილური პოლიპოზის სინდრომი, არის ასეთი დაავადება. ეს აუტოსომალ დომინანტური ტიპის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭ-ნაწლავის მრავლობითი გამარტომული, იგივე გამარტომული, როგორც წინა თქვით, პეიცეგერის სინდრომის დროს პოლიპების წარმოშობა. განსაკუთრებით კუჭში და მსხვილი ნაწლავში, ხდება. ძირითადად დაკავშირებულია გენ SMAD4-ის და BMPR1-ის მუტაციასთან. სიხშირე არის 1.6 მოსახლეს. აქ კოლორექტული კიბოს რისკი 39-დან 68% არის. კოლონოსკოპია ტარდება პირველი კოლონოსკოპია 12-15 წლიდან და შემდგომში ყოველ 1-3 წელიწადში ერთხელ მეორდება. თუ 10 მმ-ზე მეტი პოლიპი იქნება აღმოჩენილი, ტარდება, რა თქმა უნდა, პოლიპექტომია უნდა იყოს მოცილებული. გასტროსკოპია ტარდება ასევე 18 წლიდან, შემდგომში ყოველ 1-3 წელიწადში ერთხელ, თუ პოლიპი აღმოჩნდება, მისი მოცილებასთან დაკავშირებით, აქ უკვე კოლონოსკოპისგან განსხვავებით, უკვე უნდა შეიკრიბოს მულტიდისციპლინარული კონსილიუმი და იქ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. შემდეგი დაავადება, რომელზეც გენეტიკური დაავადება, ეს არის კბილოვანი პოლიპოზის სინდრომი. კბილოვანი პოლიპოზის სინდრომი არის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გამოიხატება კბილოვანი პოლიპების წარმოქმნით და ახასიათებს სხვადასხვა გენების მუტაცია, როგორც ზემოთ აღნიშნე, ზემოთ ჩამოთვლილი გენები იმათი მუტაციას ახასიათებს, იმ დროსაც ხდება. ძირითადად წარმოდგენილი არის კბილოვანი პოლიპებით. კბილოვანი პოლიპები რას ნიშნავს, რომ მორფოლოგიური დიაგნოზი არის და განსხვავდება ჰიპერპლაზიური პოლიპებისგან რა. ჰიპერპლაზიური პოლიპები უფრო კეთილთვისებიანია, მაგრამ მაგგან გამოყვეს ეს პოლიპები 1990 წელს და უფრო სხვანაირი
ასე თქვას სხვანაირის მიაკუთვნეს პოლიპებს, რომელსაც განსაკუთრებით გამოხატული აქვს კოლორექტული კიბოს რისკი. საერთოდ ცოტა გადახრას გავაკეთებ, აი პოლიპები არის კიბოს კოლორექტული კიბო ვითარდება ორი ძირითადი მიმართულებით, ხო? ორი ძირითადი გზა არსებობს. ერთი არის ადენომატოზური პოლიპი ყალიბდება და იმ გზით მიმდინარეობს, ეს არის 50-70% შემთხვევაში იქიდან ვითარდება უკვე კიბო და მეორე არის ეს კბილოვანი პოლიპები, რომელთაც 10-დან 30% შემთხვევაში არის უკვე კოლორექტული კიბოს რისკი. მაგ კბილოვანი პოლიპებისკენ მიდის და იქიდან ვითარდება შემდეგ ონკოლოგია და კიბო. ამიტომ არის ეს სინდრომი, კბილოვანი პოლიპოზის სინდრომი ასე მნიშვნელოვანი. რა შეიძლება ამ სინდრომში ჩავთვალოთ, ეს არის ჯანმოს მიერ გამოყენებული, რა შეიძლება მივათვალოთ ამ სინდრომს. ეს არის თუ ვთქვათ კოლონოსკოპიის დროს პერიოდში აღმოჩნდა 5 კბილოვანი პოლიპი მაინც უნდა იყოს აღმოჩენილი სიგმოიდური ნაწლავის ზემოთ, ანუ უფრო მარჯვენა ნახევარში. ეს ერთი, ასევე უნდა იყოს ნებისმიერი პოლიპი სიგმოიდური ნაწლავის პროქსიმალურად თუ პაციენტს ყავს ამ დაავადების მქონე ახლო ნათესავი. და მესამე, ასევე თუ მსხვილი ნაწლავის ნებისმიერ ნაწილში აღმოჩენილია 20 კბილოვან პოლიპზე მეტი. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს კბილოვანი პოლიპოზის სინდრომი და დაჭირდეს შესაბამისი მიდგომა. ეს დაავადება როგორც წესი იშვიათია ძალიან, ეს 42 კაცი 10,000 მოსახლეზე შეიძლება შეხვდეს. კიბოს რისკი 15-30%-ია, როგორც თქვი, და პირველი კოლონოსკოპიის გაკეთების დრო განსაზღვრული ამ დაავადების დროს არ არის. თუ კოლონოსკოპიის დროს აღმოჩნდება კბილოვანი პოლიპი, 5 მმ-ზე მეტი პოლიპი უნდა მოიკვეთოს. ეს რაც შეეხება გენეტიკურ დაავადებებზე, ამიტომ დიდი დრო დავხარჯე ამ დაავადებების ჩამოყალიბებაზე, მოყოლაზე, მაგრამ ეს ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა იყოს. მესამე მიზეზი თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ გასტროსკოპია, ეს არის სხვადასხვა არასპეციფიური ინფექციური არასპეციფიური ანთებითი დაავადებები ნაწლავის. აქედან ეს ორი არის მნიშვნელოვანი, ეს არის წყლოვანი არასპეციფიური წყლოვანი კოლიტი და კრონის დაავადება. ამაზე მე ცალკე გავაკეთებ კიდევ ჩაწერას და ცალკე მოყვები ამ დაავადებების შესახებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათზე ინფორმაცია. ეხლა უფრო ვიტყვი რა დროს რა სიმპტომები ახასიათებს თითოეულს, ხო? წყლოვანი არასპეციფიური წყლოვანი კოლიტის დროს უფრო დამახასიათებელია ტკივილი მუცლის არეში, ეს უფრო ჭიპის ქვემოთ, მარცხნივ შეიძლება იყოს ან მთლიანად დიფუზურად იყოს ხოლმე ტკივილები, ხშირი ტკივილები, სპაზმური ხასიათის ტკივილები. გააჩნია ოღონდ სად არის რა ნაწილი არის მსხვილი ნაწლავის, რა მონაკვეთი არის დაზიანებული. ასევე ახასიათებს ამ დაავადებას ფაღარათი, სისხლნარევი, თხელი განავალი და ტკივილები, რა თქმა უნდა. ეს არის ორი დამახასიათებელი რაღაც. კრონის დაავადების დროს ეს უფრო რთული დაავადება არის, უფრო ისეთი არაპროგნოზირებადი. მაგ დროს ხდება ხოლმე ხშირია ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სისხლი განავალში შეიძლება შეხვდეს, ანუ სისხლდენა იყოს მსხვილი ნაწლავიდან განვითარდეს, შეიძლება განვითარდეს ნაწლავის გაუვალობა, განვითარდეს, ამ დროს ხშირი არის უმადობა, წონაში კლება და ასე შემდეგ, ანუ ეს უფრო რთული დაავადება ითვლება. თუ ასეთი სიმპტომები გექნებათ, ხო, სისხლნარევი განავალი, აუცილებლად კოლონოსკოპია უნდა გაიკეთოთ. შემდეგი მეოთხე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ კოლონოსკოპია, ეს არის ეჭვი კოლორექტულ კიბოზე. თვითონ ხო, როგორ შეიძლება ავიღოთ ეჭვი, ანუ არაფერი მემკვიდრეობა ნორმალური გავთ, ოჯახი ყველაფერი კარგად არის, მაგრამ როგორ შეიძლება იყოს ეჭვი კიბოზე. ეს არის სისხლნარევი განავალი, როგორც აღვნიშნე, სისხლის და ლორწოს გამონადენი ანუსიდან, შეიძლება იყოს მუქი წითელი სისხლი განავალში, შეიძლება იყოს ანემია, დაღლილობა, წონაში კლება, ეს კიბოს ახასიათებს ისედაც. და ასევე რა თქმა უნდა, თუ კომპიუტერული ტომოგრაფია გაკეთა პაციენტს ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გაკეთა მუცლის ღრუს და იქ აღმოაჩინეს რაღაც ეჭვები აქვთ, მსხვილი ნაწლავის გასქელებული კედლებია რაღაცა და კიბო, მაგ შემთხვევაშიც აუცილებლად კოლონოსკოპია უნდა გაკეთდეს. მეხუთე მიზეზი თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ კოლონოსკოპია, ეს არის თუ თქვათ კოლორექტული კიბო აღმოჩნდა და პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია, მსხვილი ნაწლავის ამოკვეთა. მაგ შემთხვევაში თუ ოპერაციამდე პაციენტს გაუკეთდა კოლონოსკოპია, აღმოჩნდა კიბოდან მერე გაუკეთდა ოპერაცია, მაგ შემთხვევაში ოპერაციიდან კოლონოსკოპიის გაკეთება მოწოდებულია ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ.
შემდეგ უკვე 1 წლის შემდეგ ერთხელ გაიკეთებთ, მერე კიდევ 3 ანუ ოპერაციიდან 4 წლის შემდეგ გაიკეთებთ კიდევ მეორედ კოლონოსკოპიას და ოპერაციიდან 9 წლის შემდეგ უკვე გაიკეთებთ მესამედ კოლონოსკოპიას, რომ შევაფასოთ, იქნება რეციდივი, არ არის რეციდივი, ხო ყველაფერი კარგად არის, სხვაგან ხო არ გაჩნდა პოლიპები და ასე შემდეგ. ანუ 1, 3, 5 წლიანი ინტერვალით კეთდება მომავალში. თუ მაგალითად თუ არ გაკეთდა კოლონოსკოპია და თქვა გადაუდებლად შემოვიდა პაციენტი, აქვს გაუვალობა და გაუვალობის დროს მოხდა ეს ნაწლავის ამოკვეთა და დადასტურდა კიბო და ასე შემდეგ, მაშინ კოლონოსკოპია მოწოდებულია ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ. პირველი კოლონოსკოპია და შემდეგ უკვე 1, 3, 5 წლიანი ინტერვალით რა, ასე უნდა გაკეთდეს. მე-6 მიზეზი თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ კოლონოსკოპია, ეს არის გადაუდებელი შემთხვევები. რა თქმა უნდა, სისხლდენა მსხვილი ნაწლავიდან პირველი სისხლდენა მსხვილი ნაწლავიდან თუ არ ჩერდება მაგ შემთხვევაში, მაგრამ მაგაც უკვე ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, გააკეთოს კოლონოსკოპია სტაციონარში თუ არ გააკეთოს. შეიძლება გაგიკეთეთ კოლონოსკოპია, შეიძლება არ გაგიკეთეს, არ არის აუცილებელი, ხო? თუ სისხლდენა შეჩერდა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კარგად არის, პაციენტი შეიძლება გაწეროს სახლში და თქვა 2-3 დღის მერე და მოვიდეს მერე გეგმიურად გაიკეთოს კოლონოსკოპია. ასეთ შეიძლება. სხვადასხვა სიტუაციები ბევრ რამეზე არის დამოკიდებული პაციენტის მდგომარეობაზე, სისხლდენის სიმძიმეზე, მომზადებაზე, კვლევისთვის და ასე შემდეგ. ხო, აქ ცოტათი გაურკვეველი. და მეორე ეს არის უცხო სხეული გადაუდებელი რა შეიძლება იყოს, ხო? აი უცხო სხეულის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გადავყლაპავთ უცხო სხეული და თქვათ იქ რენტგენზე გავაშუქეთ, აი ეს უკვე მსხვილი ნაწლავშია, მაგალითად შეგვიძლია მისი ამოღება თუ ვერ ვიღებთ და ისე არ გამოდის და ნუ რა თქმა უნდა შეიძლება უკანა ტაინდანაც მოხდეს უცხო სხეული. ესეც შეიძლება. და მე-7 მიზეზი, ბოლო მიზეზი, რატომ შეიძლება დაგჭირდეთ კოლონოსკოპია ბოლო, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის სკრინინგი. სკრინინგი რა არის? სკრინინგს ვიკეთებთ მაშინ. სკრინინგი ნიშნავს, რომ სიმპტომები არ გვაქვს არანაირი დაავადების, მაგრამ ჩვენ კვლევას პროფილაქტიკის მიზნით მაინც ვიკეთებთ. და რატომ არის ეს? რატომ კეთდება პროფილაქტიკის მიზნით? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანში არ არის ტკივილის რეცეპტორები. ამიტომ რომც გქონდეთ წყლული იყოს, ეროზია, ანთება, კიბოც რომ გქონდეთ, თქვენ შეიძლება ეს ვერ გაიგოთ. სანამ ეს კიბო მაგალითად არ ჩავა უფრო ღრმად, არ ჩაიზრდება კედელში და არ ჩავა თქვათ კუნთოვან შრემდე, სადაც არის იქ ნეირონები ან ნერვები არის, რომელიც სპაზმს იწვევს კუნთების, ხო და მაგით შეიძლება დაგეწყოთ ტკივილები მუც, ხო, მაგრამ მაგ შემთხვევაში უკვე კიბო ჩათვალეთ, რომ უკვე მესამე სტადიაზე არის წასული მინიმუმ, ხო და იგივე არის წყლულის დროს, თუ ღრმა წყლული არის, მაგ შემთხვევაში, ანუ კუნთებამდე არის ჩასული წყლული, მაგ შემთხვევაში შეიძლება იგრძნოთ ტკივილი ძლიერი და მაგ დროს უკვე ძალიან დიდი რისკი არის პერფორაციის, ხო? ამიტომ კეთდება სკრინინგი, პროფილაქტიკა, რომ მანამდე იქნას გაკეთდეს, ნანახი იქნას ეს ყველაფერი და მოხდეს მისი ამ გართულებების პრევენცია, ასე რომ ვთქვათ. და ჩვენთან საქართველოში კოლორექტული კიბოს, ამ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი არსებობს 2011 წლიდან, ეხება 50-დან 70 წლამდე პაციენტებს. და რაში შედგება ის, ანუ ჯერ კეთდება განავლის ანალიზი ფარულ სისხლზე, ფარული სისხლი აღმოჩნდა იქ მიკროსკოპით. მაშინ პაციენტი მიდის გასტროენტეროლოგთან, გასტროენტეროლოგი უნიშნავს კოლონოსკოპიას და მიდის პაციენტი იკეთებს კოლონოსკოპიას. ოღონდ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ყველაფერს ამას აფინანსებს, უფასოა ეს ყველაფერი. გარდა, თქვათ, თუ პაციენტმა მოითხოვა ანესთეზია, ანესთეზიით გაკეთება დაძინებით მოუწევს თავისი ჯიბიდან გადახდა ამ თანხის. და ასევე თუ არ აღმოაჩნდა, თქვათ, ფარული სისხლი განავალში, მაშინ რა თქმა უნდა, არაფერიც არ ჭირდება. არსებობს კლინიკები, სადაც სახელმწიფოს აქვს შეთანხმება, სადაც კეთდება ეს სკრინინგი, ყველა კლინიკაში ეს არ კეთდება. ჩვენთან მაგალითად ეხლა სადაც დამატებით მუშაობ, კიდევ კლინიკა მედულაში, კონსილიუმ მედულა საბურთალოზე არის კიბოს კოლორექტული კიბოს სკრინინგი მოქმედებს და შეგიძლიათ აქაც მოგმართოთ, გაიკეთოთ, ჩაითავოთ ეს სკრინინგი. მოკლედ სულაც მინდოდა რაც მე თქვა. ნახვამდის ძირაფაშა ხო ჩამთ.